ამ სპორტსმენებზე უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. დღეს დიდი აჟიოტაჟი იყო, ლაშა ბექაურმა მეხუთე ადგილი აიღო და ხელის ტკიოდა და ვერ მოიგო. ამხნევებდნენ. პირდაპირ ვამბობ რა, ფეხზე მკიდია ყველა სპორტსმენი, რამხელა ტიტულებიც და რამხელა ოლიმპიური მედლებიც არ უნდა ეკიდოთ. რადგან მათ ფეხზე კიდია ჩემი სამშობლო და ის მათი თანატოლები, რომლებიც ციხეში უდანაშაულოდ ხედან, ნაგვემ, ნაბერტყი, სახიძულებ დამტრეული. არაო, აბა პოლიტიკაში ხوار ჩაერევიან და ხარებას რო ეხუტება ლაშა ბექაური იმ ფოტოებზე, როგორ არის ეგ ჩავყრი მაგას კომენტარებში. აი, ხარება რო ლეწავდა ბავშვების სახიძულებს მიზანმიმართულად და მასიურად. მაშინ რო ხარებასთან ფოტოებს იღებდა და ავიცი ეძმაკაცებოდა, ეგ პოლიტიკა არ არის. პოლიტიკა რა შვაში არის? კაცობა არის. კაცობაც აკრძალული აქვს სპორტსმენებს. შენი თანატოლების ტერორი და აქვია დასახიჩრება რო უნდა გააპროტესტო, მაგას რა პოლიტიკა სჭირდება. და სამთავრობო ცერემონიებში და სამთავრობო აქვია კლიპებში რომ მონაწილეობენ, ეგ პოლიტიკა არ არის. ან მარტივად რა, ან კაცობა გაქვს, ან კაცობა არა გაქვს. აგერ დაამტკიცეს ლაშა ტალახაძემ და გენადი ვარიაის პეტრიაშვილმა, რა კაცებიც არიან და რა ქართველებიც შეძვრენ პარლამენტში, გაგიგიათ მათი ხმა, ხო პირდებოდნენ საქართველოსთვის შევდივართ პარლამენტში და ხალხის გვერდზე დგო. ორივე ბიზნესები ააგუგუნა. ერთ სამშენებლო ხრეშის ბიზნესი აქვს და მეორე კიდე რა ვიცი, სადღა აღარ არის მოდებული. ფულს აკეთებენ. აი ეგ არის მაგათი კაცობა და ქართველობა და სპორტსმენები სხვათა შორის მინდა იცოდეთ, რომ აი ეს ჯალათები, რაც ქოცებში ტიტუშკება ტყავთ თუ ავიცი, სპეცრაზმებში ყველა მოჭიდავე და ყველა ის არის. სპორტსმენი არის ყოფილი, ანუ ვერ შემდგარი, რა მნიშვნელობა აქვს. ანუ ჯალათებად მუშაობენ. ჯალათებად. აი ეს არის სპორტი და მათი ქოცურად რა ამ გაგებით სპორტი. და ამ შემდეგ ახლა რატო შურს მართიო და აბა რატო აკრიტიკებ, ვის უნდა შურს? დედამიწის ზურგზე არავის არ შურს და ლაშა ბექაურის კაცობა ჩარეცხილის რატო უნდა შურდეს ვერ გავიგე. რა არის შესაშური? ხარება ძმაკაცი რომ არის? და თავისი თანატოლები ციხეში რო იტანჯებიან, იმაზე ხმას რო არიღებს, ეგ არის შესაშური? სპორტსმენობა ნიშნავს კაცობას. ასე იყო დიდგანვე, რომ ვაჟკაცები იყვნენ სპორტსმენები და ეხლა ვინ გახდნენ? დამალულები საკუთარ სოროებში, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში და ყველაზე შემთხვევაში პირდაპირ ჯალათები არიან. აი რაში მაინტერესებს ახლა მე ჩვენი ფეხბურთელების მაგალითად წარმატებები, რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანონ და რამდენი კვანწებიც არ უნდა ქნან მოედნაზე, ხო? როცა შენ სამშობლოს უჭირს, როცა შენი ხალხი იტანჯება პირდაპირ ნიშნავს, როცა სამშობლოს გიყიდის ბორია და რუსულ ბოსლად გიქცევს, და ამ დროს შენ ევროპაში ნავარდობ და კრინცაც არ აძრავს, აი ჩემ პოლიტიკა რაშვაში. მაშინ აღარაფერი არ ახარ ძმაო და ნუ გაგიკვირდება რომ გეტყვიან, რომ მე რომ მიჭირდა, მე რომ კლავდნენ, მე რომ ტანჯავდნენ და მე რომ ძვლებს მივტევდნენ, შენ რომ ჩუმად იყავი, ხარ არა კაცი და იდი ნახვი. ხო და ესე, იდი ნახვით სპორტსმენებო. გაიტენეთ თქვენი თასები და თქვენი მედლები უკანალში. და ვისაც კიდე თქვენი შეშურდეს რა, ღმერთმა დაგვიფაროს.